გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს ვითამაშებით 3 გუნდს. ესენი იქნება ნაისი, პარიზი და აიაქსი. პლუს ამას ვეცდები, რომ ამ დივიზიონ 1-ში ისევ ვითამაშო, რომ არ დავყარგო ქულები, გავიდე პირველ ადგილზე და მივიღო ისევ gold თასი რა, კაროჩე. თუ gold медали, ну რაც არა. ვცდილობ, რომ ეგ არ ავიღო, ანუ სილვერი და ბრონზა არ ავიღო და ავიღო მთლიანად რაცაც ვითამაშებთ, რასაც მოვიგებ gold медლები რა. ну ეგ მაქვს მიზნად. მაგრამ დიდი ალბათობით გართულდება თითეული მატჩი, რადგან 15 მატჩის თამაში არც თუ ისე რთულია. ამიტომ თითეული დივიზიონმა შეიძლება ქულები დამაკარგინოს. ну ჯერჯერობით ნებისმიერ დივიზიონს უმკლავდები, ну რაც შემხვდა დივიზიონ 4-ით დაწყებული, დამთავრებული დივიზიონ 1-ით და ვინისიუს ის რანაირი სევი გააკეთა. ну არ ვიცი, კარგი. შვენიერი სევი გააკეთა. ну ჯერჯერობით ამ ახალ განახლებაზე კიდევ ერთი განახლება დაემატა დაახლოებით 2 კვირის წინ და ეს განახლება ეხებოდა მეკარეებს რა ისევ. ну აღწერას ვინც კითხულობთ დრიბლიგას Play Store-ში, დიდი ალბათობით გადააწყდებოდით მაგ ინფორმაციასაც, რომ მეკარეებზე იქნებოდა ძირითადი აქცენტი. ну ასევე გუნდის შეთამაშებაზეც, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეების, მაგრამ ჯერჯერობით სუსტები არიან საკმაოდ. ეს რას დამსდევს? სერიოზულად დამსდევს დაჟე ამართვა. არა ბრატ, მაგარს დამსდევს. ჰარი კეინი, შვენიერი ბასი. 3-0. ნახოთ, აბა 5 გოლზე თუ ავალ პირველ ტაიმში, ну მარტივად უგებ ამ გუნდს სუსტი გუნდი არ და მაგიტომ, ну ამ ცხრილში რატოა ისეთი სუსტი გუნდები არ ვიცი, მაგრამ არის. ну ისიც არ ვიცი, ხა ზუსტად აიაქსს შევხვდები ამის მერე თუ პარიზს, იმიტომ რომ სხვადასხვა დივიზიონებში გვიწევს თამაში მოიხსენებათ რა. ну დივიზიონი არა, როგორ თქვა, სხვადასხვა პლეი-ოფებში თუ რავი რა ქვია მაგას არც ვიცი კარგად, რომ სხვადასხვა ლიგის თასები მოვიგოთ რა, როგორიცა ალბათ, ну აქ არ ვიცი არის თუ არა, მაგრამ არის რა რაღაც ლიგები, სადაც შეგიძლია თასის მოვიღო. ამიტომ უნდა ვეცადო, რომ ყველა ლიგის თასი წამოვიღო რა. ჯერჯერობით ამ თამაშის ზოგადად წაგება არ მაქვს. ანუ მე არ გულისხმობ შეთამაშებებში და რაღაცა რა, ანუ თასების წაგებას გულისხმობ, ну რამოდენიმე გუნდთან დამისკიპია, რამოდენიმე გუნდთან წამიგია. ნახევარფინალიც კი გონი ერთ ვიდეოში უნდა იყოს, სადაც ვაგებ ნახევარფინალს და ვარდები პლეი-ოფის ჯგუფიდან, ну იმ ცხრილიდან მოკლედ რა, იმ 4-ეულის ცხრილიდან, თორე ისე ჩემი ლიგა და ისინი მოგებული მქონდა იქ ჩვეულებრივ ლამაზად. ამიტომ დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი. ეხლა ვცდილობ, რომ ეს 3 მატჩი რამენაირად კარგი გამოვიდეს. დრიბლინგებზე რაც შეეხება, ну ბევრი ფეხბურთელი აღარა ისეთ ფორმაში, რომ დრიბლინგები აკეთოს, ვერც გააკეთებს, ანუ რომ მოსთხოვო აზრი არ აქვს. თვითონ თამაში, რავი, არეულია ეგ პრინციპი თუ რა ჭირს მე არ ვიცი. კარგი მოწოდება და დეიონგი რა, კაი მაკრატელას უყავდა, მაგრამ თავით ააცალეს ბურთი, ვინისიუსი. ნახოთ ვინი. ოჰო, კარგია. დარტყმამდე არ მიუვიდა საქმე. ეს ვინა აქ? დეიონგი.
ლამის გოლი გაიტანა და კუთხური მოვიპოვეთ ისევ დე ბრუინის პასი ჰაკიმი. არა, ნუ ესეთი მითარ. ვაფშე და მე რა უნდა ვიცოდო იცი კუთხურიდან და აქ ჩაწოდება. ესეთი სულელური დარტყმით გოლი კი არა, ვაფშე კარამდე ჯური და აქ ვინისიუს შანსი ეძლევა. რა თქმა უნდა გამოიყენებს ამ შანსს იდეალურად. რაც ჩვენთვის კარგია, ხო, ამასობაში 400 გამომწერს მივახლოვდით და ვართ უკვე, რაც ძალიან კარგია. მაგრამ მე როგორც ყოველთვის პასიურობ, იმიტომ რომ დრო არ მაქვს ფიზიკურად. რადგან რაღაცებს ვამატებ, რაღაცებს ვაკეთებ და ახლო მომავალში ამ ყველაფერს ნახავთ და ალბათ მოგეწონებათ, არ ვიცი ყოველივე, მაგრამ წესით კარგი უნდა გამომივიდეს რა. ეს ვინ აქ? კარგია. რა კაი დარტყმა. ეს რო გასულიყო ბიჭო, რა კარგად დაარტყმა, მარცხინათი ახში. არ გავიდა. არა, ნუ პარიზთან და აიაქსთან მაინტერესებს რას ვიზო. ნუ პარიზი შედარებით ალბათ ამაზე უკეთესი გუნდი უნდა იყოს ეს, ნუ არ ვიცი. პარიზ სენ-ჟერმენი არ არის, მაგრამ გეგმები შეიცვალა, რადგან ვეთამაშებით ვის თუ არა ლივერპულს. ეს საერთოდ არ ვიცოდი ახლა. ალისონია კარში, ნუ მამარდაშვილი მე მყავს, ამიტომაც ლივერპულში გამოირიცხა. უგო ეკიტიკი გაკპო სოპოსლაი სალაჰი ლივერპულშია. დავე, ნუ არ მოს მაკალსტერი, გრავენბეხი, რობერტსონი, გომეზი, კონატე, ბრედლი და ალისონი. ნახოთ, მე უფრო კარგი შემადგენლობა მყავს, უფრო კარგი რა, ანუ ახალგაზრდული შემადგენლობა, ანუ მასაც ყავს ახალგაზრდები, მაგრამ იქ სალაჰი ყავს დაბერებული, რომელიც საკმაოდ კარგ გოლებს იტანს. ჰაკიმი არა, დონარუმ კარგი ხა. ნახოთ რა სიზავს ახლა აქ ლივერპული და რა კაი ბურთია ართო საერთოდ ვინისიუსმა აქ დატრიალდა. ალბათ აიაქსის თამაში გადაიდება. ალბათ არ ვიცი. კარგი პასი კილიან მბაპე, ვახჩი მოკლის. ყვითელიც. კარგი ჯარიმა არ არის ეს რა თქმა უნდა. ნუ საჯარიმო დარტყმებში მყავს რონალდო და მესი, მაგრამ შემადგენლობაში ისინი არ არიან არასდროს. ამიტომაც მომიწევს მათი განახალისება. შმინაშა ბუკაიო საკა. სადარტყმაში. ნუ ესეთი დარტყმით შორს ვერ წავ. შორიდან მინდა რომ რაღაცა ცხრიანი მაინც ლამაზი შევაგდო. აი ჩავაბზე, აი კვარა რო უშვებს, აი ეგეთი. საკას შეუულია ვიცი ეგეთი ცხრიანების გადანა. აქ ვინ აბა, აქ ვიღაცა გარბის, მაგრამ რა თქინდა გააჩერა გაქცეო. შანსი. ვირმუჭრ, არა და რა კარგად და აქ ერთმანეთს ხელი შეუშალეს. ალისონი ამბურს ვერ აიღებდა ფაქტობრივად. ნუ ალისონი მყავდა გუნდში, მაგრამ გავყიდე, იმიტომ რომ არ და მევასა არ იყო ისეთი მეკარე, როგორიც მე მინდოდა და ნუ როგორიც მე მინდოდა, ეგეთი აღმოჩნდა დონარუმა და ასევე გიორგი მამარდაშვილი. ორივე ერთმანეთზე უკეთესი და პრინციპული მეკარეები არიან, ამიტომ ძირითადი არა აქვს ახლა მამარდაშვილს, მაგრამ მომიკლა კაცი. კილიან მბაპე.
გატანილი გოლის ავტორი. კარგი, ну სკამზე ხა დიდად სირთულემი არა მაქვს ხა მაგის მხრივ რომ ვალვერდები შევცვალო, ну ყავს აქ ბელინგემი მოვიყვანე გუნდში, ну ვინც არიცით, მეშველა. მინდოდა მოვიყვანე, ეხა ვინ დამჭა? სრული შემადგენლობა მყავს, ეხა დამჭა რა გაძლიერება ამ შემადგენლობის. ну ცოტა სკამის გაძლიერებაც არ მაწყინდა. წველით, მაგალითად ბალდე, ну იმიტომ რომ არ ძლიერდება ბალდე. ასევე ლამინი ამალე მოვიყვანე და ну ვინისიუსმა გაიტანა თავისი მეორე გოლი. ну პირველ ტაიმში 2-0 სერიოზული შედეგია ლივერპულთან. ну ხა მეც ისე ვიძახი ლივერპულთან, რომ თითქოს მე ვიყო სუსტი გუნდის წარმომადგენელი. ეს რა კაი პასი, კილიან მბაპე. არა და გარბოდა ბიჭორა, მინა პედი არ მაქვს არაფერში რა. კაცი გარბის, პას დავაპირებ და უკან ჩარების, ანუ ეგ წყობა მარია, ფეხბურთელები შეთამაშება აირია, ანუ არ ვიცი მოკლედ, მაგრამ არეული რო ეგ აშკა, აჰა, იგივე რა. განმეორდა ეხაც. ვაკეთებ პას და ან ჩერდება, ან უკან ჩარების. ну მაგას ალბათ გამოვასწორებ მე თვითონ. ვიჩალიცებ როგორ. ну ეგ სისულელეები აღარ დაემართოს. აქ ვირჯილს ეხა ну ვერ გაცდები, ну ვირჯილი გამოსწორდა. როგორც დონარუმა. ეს ვინა რას დარბის? რაია რა, ვინა ეს? ამას გოლი უნდა გავატანო ტიპმა, რაი აგერა ამორების. ვინა, ანუ ვინა, იქ მაინტერესებს. აუპამეკანო მირვინა, ემ მაგდენი? მიდი აუპამეკანო? ბედი არ მაქვს, აპს. რისაფსაიდი, გაფიცე. ან პასი არ გამიკეთებიო, აი მე რა სისულელი თამაშია ეს რა არის. რა კაი დაარტყა და ისიც ძილს გაარტყა. სამი დორია, იქ საერთოდ ყუმარი, იქ სერიოზული ყუმარი მიდის და ლივერპულს აქ ერთი გოლი ვერ გააქვს. დამთავრდა ყუმარ. 2-0 მოვიგეთ მშვენიერი, ну დღევანდელ მატჩში ეს ორი თამაში იყოს. შემდეგ ვნახოთ რა იქნება. დაგემშვიდობებით, შევხვდებით პარიზსა და აიაქსის თამაშში.